თავი მე-14. უფლის თქვენი ღმერთის შვილები ხართ თქვენ. ტანს ნუ დაიკატრავთ და ნუ მოიპარსავთ თმას შუბლ ზემოთ მკვდარზე გლოვის ნიშნად. რადგან უფლის შენი ღმერთის წმიდა ერი ხარ. შენ აგირჩია უფალმა რომ ყოლოდის საკუთარ ერად ყველა ხალხ შორის დედამიწის ზურგზე. უსურმაგი არაფერი შეჭამო. ეს ცხოველებია რომელთა ჭამა შეგიძლია. ხარი, ცხვარი და თხა. ირემი, ქურციკი, კამეჩი, ჯიხვი, გარეთხა, არჩვი და შველი. ჩლიქ გაპობილი ყოველი პირუტყვი, რომელსაც გაჭრილი აქვს ორივე ჩლიქი. პირუტყვი, რომელიც იცოხნება, შეგიძლია ჭამოთ. ოღონდ მცოხნელთა და ჩლიქ გაპობილთა შორის, რომელთაც გაჭრილი აქვს ჩლიქი, ამათ ნუ შეჯამთ. აკლემს, კურდღელს და ბოცვერს, რადგან თუმცა მცოხნელები არიან, მაგრამ ჩლიქი გაპობილი არ აქვთ. უსურმაგებია თქვენთვის ისინი. ღორი თუმცა ჩლიქ გაპობილია, მაგრამ არ იცოხნება. უსურმაგია იგი თქვენთვის. ნუ შეჭამთ მათ ხორცს და მათ ლეშსაც ნუ მიეკარებით. წყალში მყოფი ყველაფერი ჭამეთ, რომელსაც ფარფლები და ქერცლი აქვს. ეს ჭამეთ. ხოლო რომელსაც ფარფლები და ქერცლი არ აქვს, ნუ შეჭამთ. უსურმაგია იგი თქვენთვის. ყოველი წმიდა ფრინველი ჭამეთ. აი რა არ უნდა ჭამოთ. არწივი, სვავი და ფსოვი. ძერა, შევარდენი, ქორი და მისნაირი. არანაირი სახის ყორანი, სირაქლემა, ბუ, თოლია, მიმინო და მისნაირი. ჭოტი, გედი და ბუკიოტი. ვარხვი, კოდალა და ჩვამა. ყარყატი, ყანჩა და მისნაირი. ოფოფი და ღამურა. ყოველი მფრინავი მწერი უსურმაგია თქვენთვის. არ უნდა ჭამოთ. ყოველი წმიდა ფრინველი ჭამეთ. არ ჭამოთ არავითარი ლეში. შენ სახლში მცხოვრებ მდგმურს მიეცი იგი. მან შეჭამოს ან უცხოელს მიყიდე, რადგან უფლის თქვენი ღმერთის წმიდა ერი ხართ თქვენ. ციკანს თავისი დედის რძეში ნუ მოხარშავთ. აიღე მიათედი მთელი შენი მოსავლიდან, რომელიც ყოველწლიურად მოდის კანაში. და ჭამე უფლის შენი ღმერთის წინაშე იმ ადგილას, რომელიც აირჩია მან თავისი სახელის დასავანებლად. ხორბლის, ღვინის და ზეთის მიათედი, შენი საქონლისა და ცხვრის პირველმოგებული, რათა ისწავლო უფლის შენი ღმერთის შიში სამუდამოდ. თუ შორი იქნა გზა და ვერ შესწელი ყოველივე ამის წაღება იმ ადგილამდე, რომელიც ამოირჩია უფალმა შენმა ღმერთმა, თავისი სახელის დასადებად, რათა გაყურთხო შენ უფალმა შენმა ღმერთმა, გადაცვალე ვერცხლზე, დაიჭირე ხელში ვერცხლი და წადი იმ ადგილას, რომელიც ამოირჩია უფალმა შენმა ღმერთმა. იყიდე ამ ვერცხლით ყველაფერი, რაც შენ სულს სურს. საქონელი, ცხვარი, ღვინო, სასმელი, ყველაფერი, რასაც სული მოგთხოვს. და ჭამე იქ უფლის შენი ღმერთის წინაშე და გაიხარე შენ სახლთან ერთად. არ დაივიწყო შენს ქალაქში მცხოვრები ლევიანი, რადგან არ აქვს მას წილი და სამკვიდრო შენთან. 3 წლის თავზე აიღე მიათედი იმ წლის მოსავლიდან და დააბინავე შენს ქალაქში. მოვიდეს ლევიანი, რომელსაც არ აქვს წილი და სამკვიდრო შენთან. მოვიდნენ მდგმური და ქვილობლები, რომლებიც შენს ქალაქში არიან. შეჭამო და გაწყენ, რათა გაკურთხოს უფალმა შენმა ღმერთმა ყოველ საქმეში, რასაც გააკეთებ.